მამისა და დადისა და სულისა წმინისა და 200 კილოს საბძობის სასწაულს 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა ღმერთმა და ამ სასწაულის ხილველები და მის გაიგო ადიდებდა ღმერთსა და ეს მოხდა როცა იერუსალიმში შედიოდა უფალი და იმას დღესასწაულოდ იმას ქვია ბრძობის დღესასწაული. მოწვენი ადამიანი ყოველთვის ადიდებს ღმერთსა. როცა ყველაფერი გააქვს, არაფერი არ გიჭირს. რო ადიდებს ღმერთს არა გასაკვირი, მაგრამ როცა წმინდა გიორგივით ტყვეობაში ხარ, თან გაწამებენ და მაინც ვადიდებ ღმერთს. ამას ქვია ღმერთის სიყვარული. ასევე სნეულებაში რო ხარ, რამდენი შემთხვევები მქონია, რომ ადამიანს საშინელად იტანჯებოდა უყუნებელი სენის გამო. აი მამა ანდრია ცოცხალი მაგალითი ჩვენთან რომ ასაფრა. ერთი წელი იტანჯებოდა ფიზიკურად და რატოს არ ვთქვია რატორისთვის. ასევე ბევრი ადამიანი ახლა ჩვენ მოძღვრები ხო ვაზიარებთ ამათობობის დროს და ხედავ რომ ზოგ საშინელი ტკივილები აქვს და მადლობს ღმერთსა. და საიდან მოდის ამას ქვია რწმენა. ხშირად მომბობ რომ ეს აღდგომა რო გიხარიათ. როგორ შეიძლება უმედობაში იყო, აღდგომის სიხარულიაში გამოიხადება. თუ მარტო ტათისის გამო არ გიხარია, იმ დროს ყველასა თუ უხარია, იმ დროს მადლი გადადის. აი მადლითაა სიხარული და ასევე ის, ვისაც წმინდა გიორგი ქვია, მამა ანდრია, ჩვენი აგერ ერთი წელი საშინად ეტანჯებოდა და მადლობდა ღმერთსა. ზოგ სულვილ სულდება, სად არის ღმერთი ამბობს. სადღაც ეს მამა ანდრია ერთი წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული, ქონდა კანის სიმსივნე. 2-3 ეზიარებოდა კვირაში, ყუნდალობდა. ხო შეიძლება ეფიქრა ზოგიერთებებით რომ რა ხდება ღმერთო, ყუნდალობ ეზიარები, რატო არ ვიკურნები. მაგრამ ყველაფერი მიიღო მადლიერები და რა ხდება, როცა წმინდა გიორგი ხარ, მამა ანდრია ხარ. და რამდენია ესე იგი ადამიანები აი ნინო აგერ ნორიოში. უყუნებელი სენი ქონდა და ეხით ამშვიდებდა თავის შვილს, თავის ქმარს, თავის ოჯახის წევრებს, ნუ გეშინიათ. და რატო? რწმენა ხონდა იმისა, რომ გარდაცვალების შემდეგ ისეთი ცხოვრება, სადაც არ არის მწუხარება, სადაც არ არის სიძულვილი, ზიზღი, რაც ხდება ჩვენს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო. იქ არის სიყვარულის სუფევა. და ეს ვისაც წმინდანები ქვია, წმინდანები კი არა, უბრალოდ ცხოვრებაში ვხედავ, რომ ხალხი უყუნებელი სენი აქვთ, ტკივილები აქვთ. და მადლობენ ღმერთსა და რა ხდება ამ დროს? იმას რა აქვს, წმენა აქვს. ასევე შენ თუ იტან შვილის გარდაცვალებას, ძმა იქნება თუ სხვა და პატიობ, ყველს ხებულობ, განსაცდელს, ვისი თანაზი არ იხდები, ღვთისმშობლის უყურებდა თავის შვილის ფიზიკურ გარდაცვალებას. თანაზი არ იხდები ქრისტეს ნების, ახლა ნების კვირა მოდის. და ზოს გული წავიდა რო უყურა ქრისტეს ნებანი. ეს ხო რეალობა. ეს მარტო წითელ პარასკევს კი არ უნდა გასოვდეს, უნდა გასოვდეს ყოველ დილას. მაშინ არ მოგვდებით წამონით, არ მოგვდებით ლოთობით. მაშინ არასდროს არ ჩავარდები უიმედობაში, რაც არ უნდა სიტუჩერეში იყო, რაც არ უნდა გამოვა მდგომარეობაში იყო. საქართველო ამაზე უერეს დღეში ყოფილა, ამის მაგალითია დავით მეფე, თვისის დაღლობილი იყო. და ჩვენი ისტორია საქართველოს და რითი მოვიდა აქამდე, რწმენი და ერწმენა არ მოგაგოთ ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.